პიტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა ბედნიერად და auf Wiedersehen წერს ფიშერი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ პიტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნული საკითხი შეაფასეს მმართველ გუნდში. პიტერ ფიშერმა 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, მისი წასვლა იქნება საქართველოს გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ ადამიანმა სამწუხაროდ საბოლოო ჯამში მისი ელჩობის დასრულებით ნამდვილად კარგად არ დაამახსოვრა საქართველოს მოსახლეობას თავი და არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, თუმცა კარგია, რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაც პოლარიზაციის თავიც იმედია დაიხურება ამ ნაწილში და ახალი ელჩის პირობებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ როგორც ქართულ-გერმანული ურთიერთობები, ასევე ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობებშიც მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი. ყოველ შემთხვევაში აქ მთავარი არის ის, რომ იმედია დიპლომატების მხრიდან რაღაც პოლარიზაციის ისტორიის ერთი თავი დაიხურება და უფრო პასუხისგებლიანად, კონსტრუქციულად ვენის კონვენციის დაცვით გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატებთან ნორმალურ ურთიერთობას. ალბათ ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე. ჩვენ ვნახეთ, ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არცემს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. და ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, ქართული ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მithქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრია. მე იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი. თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში. ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მას ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში და პრინციპში ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოbrunდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,